ატა ბურჭულაძე თბილისის მერიისგან ითხოვს, რომ თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე 4 ლოკაცია გამოუყონ იმისათვის, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლება, როგორც თავად ამბობს, მშვიდობიანად დაამხონ. თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ, მე ვახო ხუზმიაშვილი ვარ საღამოშვიდობისა. 4 ოქტომბერს დაემხობა მშვიდობიანად რეჟიმი, ყოველგვარი ვაჭრობის გარეშე, ეს არ გახლავთ ჩვენი მოთხოვნა, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, როგორც არაერთხელ გვიტყვამს. როგორ უპასუხებს ოპოზიციას 4 ოქტომბერს საქართველოს ხელისუფლება? ჩვენ არავის დაბატევნება არ გვიხარია, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება. ეს არის ჩვენი მეგობრული გაფრთხილება, ყველას წინაშე ჩვენ არ გვჭირდება ახალი სინდისის მოძალადეები ციხეში. რა გეგმა აქვს ოპოზიციას და როგორი განწყობაა საზოგადოებაში? დღეს თავისუფალ სივრცეში ოპოზიციიდან დავით ნებიერიძე, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, საზოგადოებრივი პოზიციით რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი ლელა ალიბეგაშვილი. ხვდებით საღამოს 9-ზე თავისუფალ სივრცეში. ვიწყებთ გადაცემას. დავით ნებიერიძე კოალიციას ცვლილებებიდან გახსნის დღევანდელ ჩვენს პირდაპირ ეთერს, ის უკვე ჩართვით ხაზი არის. საღამომშვიდობისა ბატონ დავით, მადლობა ჩართვისთვის. გამარჯობა, მოგესალმებით. ბატონ დავით, ძალიან მიუახლოვდით იმ დღეს, როდესაც ქვეყანაში არჩევნებია დანიშნული პლუს 300 კეთდება განცხადებები ოპოზიციის მხრიდან, რომ რევოლუცია მოხდება 4 ოქტომბერს. თქვენ როგორ უყურებთ აი ამ რევოლუციურ პროცესს? ჩემო ვახო, ხო ხედავ რა ხდება გარშემო. აი მაგალითად დღეს დაიჭირეს ზვიად კუპრავა და პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ ესე პირდაპირ კი არ მოუწოდებდაო რევოლუციისკენ და ხელისუფლების დამხობისკენო. აი შეფარულად ამბობდაო რა, აი სხვადასხვა ტერმინებს იყენებდაო, რომ პირდაპირ მოწოდებათ არ ჩათვლილიყო, მაგრამო ჩვენო მაინც მიუხვდითო ბოროტ ჩანაფიქსო და დავიჭირეთო. ჩემო ვახო, ეხლა მაგ კითხვას რომ მისვავ მე, რაც არ უნდა გიპასუხო, როგორც არ უნდა გიპასუხო, იგივე პროკურატურას ხო შეუძლია მოაბას იგივე კუდები, რაც მოაბა ზვიად კუპრავას შემთხვევაში და მეც დამიჭირონ. დღეს საღამოსვე, ხო? მერე შენც უნდა შეგწხვეს, მეც უნდა ვინერვიულო. აი, არა, იმიტომ რომ შენ გადაცემაში წესით და რიგით სწორად დასმულ კითხვას წესით და რიგით მეც სწორად ვუპასუხე, მაგრამ პროკურატურამ როგორც ზვიად კუპრავაში მოერიდებით რო არ ილაპარაკოთ ამ თემაზე? ინტერპრეტაცია მისცა და მეც დამიჭერე რა. მოერიდებით ბატონ დავით. ტირანია, ჩემო ვახო, ეს არის დიქტატურა და აი ეს არის რუსული რეჟიმი. აი პირდაპირ ეთერში უკვე საკუთარი აზრის გამოთქმაც კი სახიფათო გახდა. აქედან გამომდინარე ბატონო დავით, მოერიდებით თქვენი აზრის გამოთქმას ამ რევოლუციასთან დაკავშირებით, რომელსაც აანონსებს ოპოზიცია? ხო და აი მაგას გეუბნები, ჩემო ვახო. ეხლა მე რომ ვთქვა, რომ არ მოვერიდები, რევოლუციისთვის ემზადება ხალხი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. არა ვარ დარწმუნებული, რომ დღესვე არ დამიჭირონ და აი როგორ მოდი მომეხმარე, რომ ისე ჩამოვაყალიბოთ ჩემი აზრი, რომ შენი პასუხით შენ კითხვაზე პასუხით დამაკმაყოფილებელი იყოს და მეც არ დამიჭირონ რა. ბატონო დავით, დაჭერის გეშინიათ, ანუ ბატონო დავით ასე გავიგოთ? სინამდვილეში რო გითხრა, ჩემო ვახო, მე არაფრის არ მეშინია. უბრალოდ ვამბობ იმ რეალობას, რა რეალობის წინაშეც დაგვაყენა ამ დიქტატორულმა რეჟიმმა. გამიგე, თორე არც ციხეში ჯდომა მაკლია, არც ემატყება მაკლია, არც მომწამლავი გაზი მაკლია და ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა მაგალითად პირადად ჩემ თავზე, თორე ამ რეჟიმის პირობებში ყველაფერი გადატანილი მაქვს უკვე და ვერავინ ვერაფრით ვერ გამაკვირვებს. უბრალოდ ვცდილობ რაც შეიძლება მარტივად თქვენს მსმენელებს დავანახო თუ რა ტირანიის ქვეშ გვიწევს
ცხოვრება და პირადად მე ვთვლი რომ დიახ აი ეს უზურპატორი და ტირანიული რეჟიმი უნდა დამთავრდეს და უნდა დამთავრდეს სასწრაფოდ თორე არც ჩვენ აღარა გვაქვს მომავალი არც შენ პირადად ჩემო კარგო და არც ქართულ სახელმწიფოს ბატონო დავით ტირანიული დიქტატორული რეჟიმების პირობებში ეს გავიგეთ ბატონო დავით მაგრამ ვინაიდან გამოცხადებული გაქვთ თქვენ ყველას რომ 4-ში ამხობთ ხელისუფლებას ახლა ის გითხარით აქ თქვენი პარტიიდან იყო რამდენიმე დღის წინ ქალბატონი დარეჯან ხვიტარია და მან მითხრა რომ ჩატარდება სახალხო კრებაო კრების თავმჯდომარე იქნება პაატა ბურჭულაძე და აი ესე ხელს ავწევთო და დავამხობთ ხელისუფლებასო და თქვენ იქნება უფრო მეტი დეტალი მითხრათ აი რა იგეგმება 4-ში ხო კი ბატონო მოდი მაშინ ვახო დიახ ჩემს კომენტარებს შემოგთავაზებთ ჩემს ანალიზს ყველაფერ ამისას ოღონდ სამართლებრივ იურიდიულ კონტექსტში დიახ უყურა გენაცვალე რა მოცემულობა გვაქვს დღეს კარგად კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა რომ მე ახლა ვაკეთებ სამართლებრივ შეფასებას რა ანუ პოლიტიკურს ვერ აკეთებთ და ვერ მოუწოდებ ხალხ რევოლუციისკენ ესე გავიგოთ სამართლებრივს ვაკეთებ და რასაც გავაკეთებ მე ვიმსჯელოთ ერთად განეკუთვნება ეს პოლიტიკურ განცხადებას თუ არ განეკუთვნება ანუ ბატონო დავით მოდი აქვე რო გავაკეთოთ განმარტება ანუ დღეს თქვენ თავს იკავებთ მოწოდებისგან რომ როგორც ამბობდნენ ხოლმე სხვადასხვა ლიდერები რომ 4-ში 4 საათზე დაამხობთ ხელისუფლებას მშვიდობიანად ანუ ამ განცხადებებს თქვენ ვეღარ აკეთებთ იმის გამო რომ დაიჭირეს სხვა ლიდერები ზუსტად მაგაზე მინდა გიპასუხო ჩემოვახო მომისმინე ოღონდ სულ ერთი წუთი გისმენთ სინამდვილეში როდესაც ქართული ოცნება აცხადებს რომ ოპოზიცია და ხალხი აპირებენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას და არსებული რეჟიმის დამხობასო ეს არის რეალობის ფალსიფიკაცია იურიდიულად კანონმდებლობით გვაქვს ასეთი სურათი რომ საქართველოში უკვე შემდგარია კონსტიტუციური გადატრიალება სახელმწიფო გადატრიალება ქართული ოცნების მიერ მათ ფეხქვეშ გათელეს საქართველოს კონსტიტუცია დაარღვიეს კონსტიტუციის რამოდენიმე მუხლი და მთლიანად გასულები არიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ხო და შესაბამისად თქვენ თუ კარგად წაიკითხავთ საქართველოს კონსტიტუციას მარტივად მიხვდებით რომ ქართველი ხალხის ვალია მოვალეობა ქვეყანა დააბრუნონ კონსტიტუციურ ჩარჩოებში და აღადგინონ წესრიგი და დაუბრუნონ ქართველ ხალხს ხელისუფლების წყაროს ფუნქცია. აი ეს არის რეალობა კანონით, კონსტიტუციით, იურიდიულ კონტექსტში. აი ეს არის სინამდვილე და ის ყველაფერი, რასაც ეს უზურპატორი ხელისუფლება ამბობს, რომ ვიღაცა აპირებს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, ეს არის თავხედური ტყუილი, იმიტომ რომ გადატრიალება უკვე მომხდარია და ქვეყანა კონსტიტუციის ფარგლებში. და მშვიდობიანი დამხობა რა არის? მშვიდობიანი დამხობა, რაზეც საუბრობდით მთელი ამ დღეების განმავლობაში. გეუბნებით, ვახო, ჩემო კარგო, რომ დამხობაზე არ არის საუბარი. მე აი დავით ნებიერიძე კონკრეტულად გეუბნებით, რომ ეს რაიმე მშვიდობიანი დამხობა კი არ არის. ეს არის ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებას როგორ აპირებთ გავიგე. აი როგორ 4-ში მიხვედით რუსთაველის გამზირზე, რას აკეთებთ? ხო. ვახო, თქვენ უყურეთ ახლა როგორი სიტუაციაა. ყველა ვნახეთ ძალოვანი სტრუქტურებიდან გამოტანილი, როგორ გამოიტანეს მე არ ვიცი, მაგრამ გამოტანილი დოკუმენტაცია რას აპირებს ქართული ოცნება 4-ში და რა რესურსები გააჩნია. ქვერას აპირებს. გეუბნებით ამ მასალებზე დაყრდნობით, რომ გაქაჩე, გამოკაჩე ბიძინა ივანიშვილის
მთელი ძალოვანი რესურსი, რისი გამოყენება შეუძლია, შეადგენს მაქსიმუმ 5000 ძალოვან პირს. რატომ უნდა გამოიყენოს თუ არაფერი არ დაირღვევა? მოდით ლოგიკურ შეკითხვას დავსვავ. როდესაც ქუჩაში გამოვა 300,000 მოტივირებული საქართველოს მოქალაქე. აი ამ 5,000-მა კაცმა როგორ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა? ანუ რას ქვია წინააღმდეგობა გაუწიოს? ანუ რაღაცა გეგმა გააქვთ, რომ სამართალდამცველების ჩარევა გახდეს აუცილებელი, ხო? ანუ ჩემო ვახო, რამდენჯერად სამართალდამცავები ჩარეულან და არაერთი დარბევა და ხოცვა-ჟლეტა და სისხლის ღურა გვახსოვს რუსთაველზე, სამართალდამცავებს არასოდეს არ ქონიათ მოტივირებული მიზეზი, რომ ასე მოქცეულიყო. აი იქვე პარლამენტთან გასაგებია. დარღვევით არბევდნენ მარტივ რაღაცას გეტყვით ბატონო დავით. იქვე საქართველოს პარლამენტის გვერდზე არის პირველი სკოლა. მე როგორც ვიცი, იქ არის საარჩევნო უბანი. ისე როგორ ჩაატარებთ ამ აქციას, რომ თუნდაც აი ამ პირველ სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანს, რომ ხელი არ შეუშალოთ. ჩემო ვახო, თავში ქვაუხლიათ იმ კლოუნებს, ვინც იქ ვითომ არჩევნებს ატარებენ. რა ჩემი საქმეა? ასემც უქნიათ, 9-ჯერ მიუცია თითო კაც ხმა. ჩემი სადარდებელი ეგ არ იყოს და ქართველი ხალხის სადარდებელი ეგ არ იყოს. ქართველი ხალხისთვის ცხადზე ცხადია, რომ ეს არის დიდი სპექტაკლი, რომელსაც და დიდი კლოუნა და რომელსაც ივანიშვილმა დაარქვა არჩევნები და ხელს არ შეუშლით მონაწილეობთ ამ არჩევნებში და ბოიკოტს რომ უცხადებთ, ზუსტად ეს არის ამის დასტური. ანუ ხელს არ შეუშლით ამ არჩევნების ჩატარებას რუსთაველის გამზირზე თუნდაც. ჩემო ვახო, ვის აინტერესებს ახლა ის კლოუნები რა სპექტაკლი? მეორე ამბავი. საერთოდ არ გვაინტერესებს. მეორე ამბავი. იქვე საქართველოს პარლამენტს თქვენ ამბობთ, რომ თუ ხალხის რაოდენობაა, აპირებთ თუ არა ადმინისტრაციული შენობების დაკავებას, მაგალითად საქართველოს პარლამენტის შენობის დაკავებას. როგორც თქვენ ამბობთ, მშვიდობიანად. ჩემო ვახო, ეხლა აი ისეთი კითხვა დამისვი, რომ კუკარაჩა გამახსენდა ნოდარ დუმბაძის მურტალო რო ეუბნება, ბარე ბორკილები ხო არ დავიდო ხელზე და ჩემი ფეხით ხო არ წავიდე სუსში. და თუ აპირებთ მაინც დაგატებენ იქ ბორკილებს ბატონო დავით. თუ ამას აპირებთ დღეს დაგატებენ თქვენ ბორკილებს თუ 4-ში დაგატებენ რა მნიშვნელობა აქვს? აპირებთ თუ არ აპირებთ? ანუ ვერ ამბობთ ამას? თუ რა ხდება? არა ვახო, ჩვენ ვაპირებთ იქ მივიდეთ. დიახ, მე რას აპირებთ რომ მიხვალთ? დაუქნიოთ ბიძინა ივანიშვილს და ბიძინა ივანიშვილი გაიქცევა. თქვენ ისე მაგას რო ჭკუა ხონდე? აი დღესვე უკვე უნდა თვითფრინავში რატომ მშვიდობიანად თუ მიხვალთ და აქციას ჩაატარებთ და მე წამოხვალთ სახლში? იმიტომ რომ ამოვიდა, ამოუყვანა ქართველ ხალხს. თქვენ მარტო იქ თუ უნდა იდგეთ და არაფერი გააკეთოთ. 3 მილიონი ადამიანის მომავალი მიხიდა რუსეთს კაცმა. ბატონო დავით, თქვენ თუ იქ უნდა მიხვიდეთ. ადამიანს ატერორებს. ბატონო დავით. ბატონო დავით. პატიმრებით გადაავსოთ ციხეები. ლეწავს, ბატონო დავით, მოდით საქმიანი გავხადოთ ეთერი რა. ფლიანად ჩაფლული და ბატონო დავით. ეხლა ის კითხვა რომ რომ მიხვალთ, რას აკეთებთ? აი ძალიან მაინტერესებს, ეხლა მაყურებელიც ხო გიყურებთ. რომ მიხვალთ იქ, რას აკეთებთ, რას, როგორ აშინებთ? უნდა შევაშინოთ და ისე უნდა შევაშინოთ, რომ გაიქცეს. როგორ? თუ თქვენ არაფერს არ გააკეთებთ, იდგები და წამოხვალთ. თუ იქ იდგებით და მე წამოხვალთ, როგორ შეეშინდება? ის შეეშინდება. 300,000, 400,000 ადამიანს რომ დაინახავს ქუჩაში, ძალიან შეეშინდება, იმიტომ რომ მხდალი ადამიანია. ბატონო დავით, აქციები ყოფილა ამ ქვეყანაში, ხან ხალხმრავალი ყოფილა, ხან არ ყოფილა და აი ამ აქციებით სად გინახავთ რომ ვინმე შეეშინდა და გაიქცა და რატო ხარ დარწმუნებულები რომ 4-ში შეეშინება და ვინმე გაიქცევა? იმიტომ ვარ დარწმუნებული, ჩემო ვახო, რომ
იმ რაოდენობის ხალხი, რაც 4-ში მოვა, საქართველოს ისტორიას როგორ მოვა, როგორ აი ლელო არჩევნებში გადის, გახარიას პარტია არჩევნებში გადის, თვითონ ნაციონალური მოძრაობის წევრები, მაგალითად თინა ბოკუჩავა სხვა პოზიცია აქვს, ხაბეიშვილს სხვა პოზიცია ჰქონდა, აგერ თამარ ჩერგოლეიშვილი ცალკე აკრიტიკებს პაატა ბურჭულაძეს, ერთმანეთში ვერ ჩამოყალიბდით ოპოზიცია, რა უნდა ოპოზიციას ის ვერ გარკვეულა და ვინ მიყავთ იქ? უყურე ჩემო კარგო, თავარი ეგ კი არ არის. თავარია ხალხს რა აზრი აქვს. ხალხს და ხალხს აქვს მტკიცედ შემდგარი აზრი, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა მოშორდეს ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს. აი ეს არის მთავარი. ბატონო დავით, აი გადააყენეთ ხელისუფლება თუ დაამხეთ, არ ვიცი რაც ქვია. შემდეგ რა გეგმა არსებობს? საქართველოს მოქალაქეებს რატო არ ეუნებით, რა გეგმა გაქვთ? მალავთ თუ რა ხდება? ქართველი ხალხი არის ყველაფრის შემოქმედი. აი რასაც გადაწყვიტავს ქართველი ხალხი. როგორ გადაწყვიტავს ბატონო? რა გეგმას არის დასახავს? დიახ, რა გეგმას? აი ზუსტად ისე იქნება. როდის იყო რომ ესე ხალხი გადაწყვეტდა, როგორ უნდა ჩაატაროთ, რა ქვია, გამოკითხვებს ჩაატარებთ თუ გეგმა არა გაქვთ, ანუ რისთვის მიყავთ ეს ხალხი? თუ გეგმა არა გაქვთ, სად ეპატიჟებით ამ ხალხს? ეს შეკითხვა რომ როდის იყო, ხო, ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს. 4 რიცხვის შემდეგ იქნება. 4-ში დაამხეთ ხელისუფლება. ერთ ეს ქვეყანა არის, სათამაშო რაღაცა ხო არ არის, არა? რაც გინდათ ის დაუძახეთ, გინდა დამხობა დაუძახეთ, გინდა კურდღლებივით გაქცევა დაუძახეთ, რაც გინდა ის დაუძახეთ. ჩემი ღმარწმენით ვამბობ რომ 5-ში ეს ხელისუფლება აღარ იქნება. აი ასე მწამს. ასე გწამს, გავიგეთ, ხვებით ამბობენ ამას, მაგრამ აი 5-ში წარმოგიდგენიათ რომ ეს ადამიანები, ვინც ამბობთ, თქვენ ვერ ამბობთ პრინციპში ერიდებით, უკვე ვეღარ ამბობთ, მას შემდეგ რაც ბატონი ზვიადი დაიჭირეს დღეს ერიდებით, უკვე ასეთ კვეთს განცხადებას ვერ აკეთებთ. საქმე ჯობია. ხო, ვეღარ აკეთებთ. ანუ ამოვიდა ყელში ამდენი ლაპარაკი. სიტყვის ყოველთვის საქმე ჯობია. უშვებთ იმას, აი მაგალითად თქვენ როგორც ერთი წარმომადგენელი ოპოზიციის, რომ 5-ში დამხობას ვერა, მაგრამ შეიძლება დაგაკავონ თქვენ და აღმოჩნდეთ ციხეში. გიფიქრიათ ამაზე და ამდენად მზად ხართ. უშვებ, კაცო. შეიძლება 5-მდე დაგვაკავონ ნახევარი საქართველო. გაგიკვირდება ჩემოვა, ხო? ყვარყვარე თუთაბერივით იქცევა ეს კაცი და რა უნდა გვაგვაკვირვოს, აცი, აი. თუ გაცდება ჩარჩოებს, კანონის ჩარჩოებს, გაცდება დავაკავებთო, დიახ, თქვა ეს დღესაც. დღესაც ითქვა ეს. ჩემოვა ხო, აი ტყილა ვილაპარაკე ამდენი გეუბნებით, რომ კანონის ჩარჩოებზე მათი მხრიდან ლაპარაკი სასაცილოა, იმიტომ რომ კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყეს ქვეყანაში, გასულები არიან ჩარჩოებიდან და ვის ეუბნებიან, რა კანონზე გველაპარაკებიან, ხალხო? ანუ თქვენ რა გონიათ რომ ესე გაგიღებენ კარს პარლამენტის და შეხვალთ თუ რა გონიათ ბატონო დავით იცით რა არის ცოტა გაუგებარია მართლა გეუნებით ვერ ვგებულობ ახლა ცარიელ პარლამენტში ხალხს რა უნდა აბა როგორ აკეთებთ ხელისუფლებას ცარიელ პარლამენტში მით უმეტეს რომ ეხლავე გეუბნები შემოვახო რომ აი ეხლა ამ წუთას ჩემთან ინტერვიუს დროს ერთი 2000-მდე სპეცრაზმელი არის გამაგრებული პარლამენტის შენობაში მთელი კარებები დასვარკულია შიგნით მომარაგებული აქვს თუ რამის მომარაგება უნდა და ზიან იმისავით რა ქვია რა ვიცი ყვარყვარეს რო ჯარი დაამხეთ ვის რაში დაკარგვია თუ ვერ დაამხეთ ბატონო დავით თუ ვერ დაამხეთ აი ასეთი განცხადებები რო არ პირდაპირ მტკიცებულებით რო ამბობს იგივე პაატა ბურჭულაძე იგივე აგერ ირინა სარიშვილიც აკეთებს განცხადებას დროებით დავრუდი პოლიტიკაშიო მე ირინა სარიშვილი მახსოვს მაგალითად ზვიად გამსახურდიას დროს მაშინაც მოითხოვდა დამხობას ხო რაღაცა პარალელები შეიძლება გაგვიჩნდეს ადამიანებს თუ ვერ დაამხეთ აი მე რა ხდება უკვე ხუთში რას ეთქვით ხალხს ხო, ნუ დაჟინებით მაჩეჩებ ამ სიტყვას დამხობას, მაგრამ მე რას გაჩეჩებ პაატა ბურჭულაძე ამბობს ამას კაცო. მე ხო არ ვამბობ. უყურე გენაცვალე კარგად დაუფიქრდი, აი ხლა იმ ჩამონათვალს, რა ჩამონათვალით შენ გააკეთე, რა ვიცი.
დაწყებული ბურჭულაძიდან და დამთავრებული ირინა სარიშვილით, ხო? აი, წარმოგიდგენია რაოდენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და ბექგრაუნდის ადამიანები ჩამომითვალე, ხო? მაგრამ ქართულმა ოცნებამ, უпростоრად ბიძინა ივანიშვილმა, ისიც კი მოახერხა, რომ საქართველოში ყველა გააერთიანა მის წინააღმდეგ. აბსოლუტურად განსხვავებული ბექგრაუნდის, აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, ანუ ყველა გადაიმტერა და ყველა გააერთიანა. გასაგებია ბატონ დავით, ჩართვით ხართ თქვენ და არ გაითიშოს, მინდა მოვას, რომ თქვენ აი ამ არ ვიცი, ხელისუფლების დაამხობას, რევოლუციას თუ რასაც აპირებთ, არ ვიცი, გიჭერთ უცხოეთიდან ვინმე მხარს, საერთაშორისო პარტნიორები, იგივე ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები, ცვლილებას აი აქ ამ მეთოდით უჭერენ მხარს? ვახო, დაკითხვაზე არ გვისვავენ მასეთ კითხვებს, ჩემო ვახო, აი დედას გეფიცები რა, დაკითხვაზე არ გვისვავენ მასეთ კითხვებს და რა პასუხს ელოდები ახლა? ანუ საერთაშორისო პარტნიორებისგან მხარდაჭერა გაქვთ თუ არა გაქვთ, ეს ჟურნალისტის კითხვა არ არის, ბატონო დავით, რაღაც გადაჩვეულებით ხართ ამ კითხვებს. დეკლარირებული, გაცხადებული მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს და ყველასთვის გააზრებულია აბსოლუტურად, რომ ქართველი ხალხი არის ტირანისა და უზურპატორის ტყვეობაში და ეს ტყვეობა უნდა დასრულდეს. ამაზე მეტყველებს ყველა ის განცხადება, რასაც დასავლელი პარტნიორები აკეთებენ, ის სანქციების მთელი ჯაჭვი, რომელიც დაადეს ქოცებს. აი, სადამდე მივედით, რომ ევროსაბჭოდან პანჩურებით არიან გამოგდებულები და ევროკავშირში შესვლის მაგივრად განიხილება საკითხი საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვის შესახებ. კაცო, სადამდე დეგრადირდა ეს უზურპატორი ხელისუფლება აცნობიერებთ გასაგებია. რჩებით გვტოვებენ აბსოლუტურად მარტოს რუსული გველეშაპის წინაშე, რომ პატრონის სიტყვის შემწევიც არავინ არ გვყავდა. გასაგებია. და მარტივად გადაგყოლაპოს ამ ბოროტების იმპერია. მადლობა ბატონო დავით. ნახოთ როგორ განვითარდება 4-ში მოვლენები. დავით ნებიერიძეს უსმენთ. ხნეთ იყავით ბატონებო, ყველაფერი კარგად იქნება. გასაგებია. მადლობა დავით ნებიერიძეს. და ახალი და უნდა გადმოვიდეთ ქალბატონი ნანა კაკაბაძე შემოგვიერთდა სტუდიაში. თუ შეიძლება ხმა რომ გამითიშოთ ბატონი დავით ნებიერიძის ხმა ისევ მიბრუნდება ყურში. საღამოშიდობისა ქალბატონ ნანა, მადლობა რომ მოხვედით. მოკლედ უსმენთ და ბატონ დავით ნებიერიძეს. ძალიან სახალისო იყო სხვათა შორის. ხო, პატა ბურჭულაძემ სხვათა შორის მიმართა თბილისის მერიას რომ 4 ლოკაცია გამოუყონ თბილისში, რუსთაველის გამზირსა და ტექნიკურად გავა. რატო გეცინებათ თავისუფლების მოედანზე? თბილისის მერიიდან იყო პასუხი ამაზე, რომ ერთი ლოკაცია შეუძლიათ ისეც კანონის ჩარჩოებში, რომ ხელი არ შეეშალოს არჩევნების პროცესს. საერთოდ ამ ყველაფერს როგორ უყურებთ, აი რასაც ვისმენთ ქალბატონ ნანა? იცით რა არის, ყოველთვის როდესაც ჩემი ცხოვრების მანძილზე, როდესაც ოპოზიცია ქუჩაში იდგა და განსხვავებულ აზრს აპროტესტებდა, მას ჰქონდა შინაარსი იმისი, რომ ესე იგი ადამიანებისთვის იყო გასაგები, რა მოთხოვნა იყო, რა შედეგს ელოდნენ და ასე შემდეგ. თქვენ ინტერვიუშიც ხო ჩანს, რომ ეს არც ოპოზიციური სპექტრია, არც რაიმე მოთხოვნა გააჩნია ამ ადამიანებს, აბსოლუტურად არადაერი მოთხოვნა. ამათ მოლოდინი გააჩნიათ იმისა, რომ ეს ვიღაცა რამოდენიმე გიჟი გამოვა ქუჩაში და ამას მოყვება ვიღაცების გაქცევა ქვეყნიდან. ნუ აი ხა ეს როგორ შეიძლება სერიოზულმა ადამიანმა ან შეაფასო, ან რაიმე დასკვნა გააკეთოს, ხოთა შორის რო უყურებ ბოლო პერიოდში ამათ გამოსულებს, ამათ პოსტებს თუნდაც რასაც Facebook-ში წერენ, ხშირად მებადება ესეთი აზრი, რომ ეს კოლექტიური სიგიჟე არის დღეს აი ამ ფლანგზე, იმიტომ რომ ვერ რეალისტნენ, იმიტომ რომ ვერ იპოვეს საკუთარი თავი
იმ საზოგადოებაში, რომელ საზოგადოებაშიც ცხოვრება უხდებათ მათ ქართულ საზოგადოებაში. ეს ქართული საზოგადოებისგან ასე განზემყოფი ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის ინტერესებს, ამ ქვეყნის საზოგადოებას ფაქტიურად არ ეკუთვნიან, თორე ხო ესენი რომ ამ საზოგადოებას ეკუთვნოდნენ, ასე ილუზიებში იქნებოდნენ, ასეთ მოჩვენებებში და მოლანდებებში იქნებოდნენ, აი მოჩვენებად მიგაჩნიათ ეს მშვიდობიანი დამხობა, ანუ ხალხონა. მან რაღაც ნიჭერტი ცოტა მშვიდობიანი დამხობას ვერავინ ვერ ხსნის, ხო რა არის? დამხობა არის ძალადობა. მშვიდობიანი ძალადობა ეს რა არის? საერთოდ ტერმინიც გაუგებარი. ანუ ეს არის აბსოლუტურად ფსიქიკური შემთხვევა. ეს არ არის ოპოზიცია, ეს არ არის განსხვავებული აზრი, ეს არის ჭკუიდან გადამდგარი ხალხის რაღაცა ნება, რომ ესე იგი, იმიტომ რომ ჩვენ ჭკუაზე არა ვართ, ვიღაცები უნდა გაიქცნენ ქვეყნიდან. აი ეს არის მეტი არაფერი და ნუ ახლა სასაცილო იქნებოდა, რომ ამას არ მოსდევდეს ის პრობლემები, რომელსაც ესენი საზოგადოებას უქმნიან, რომ 300-ზე მეტი დღეა გადაკეტილი აქვთ ქუჩები და ხალხს გადაადგილება უჭირთ. ის რომ მუდმივად რა ამ სიგიჟის მოსმენა უწევს საზოგადოების დიდ ნაწილს, აგერ თქვენც კი საზოგადოებრივი მაუწყებელიც ამ გიჟებს აშუქებთ, ხო, ფაქტიურად და აი, როდესაც აი ესეთი რაღაც ხდება და ესენი კიდე ლაპარაკობენ იმაზე, რომ დიქტატურა ქვეყანაში, მაშინ როდესაც გიჟებს ეძლევა საშუალება, რომ ილაპარაკონ ეთერში. გიჟებს, ესენი ხო შეურაცხადი. მოდი, მაინც არ გვინდა ესე არა, რა თქმა უნდა, მაგას ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ, ესენი რომ ვინმე შეამოწმოს, მისცემე დასკვნას, რომ ესენი ნორმალურები არიან, როდესაც ადამიანი იძახის, რომ მე გავალ ქუჩაში და ამიტომ ხელისუფლება ჩამოიშლებაო, ამას რომ ადამიანი იძახის, ეს ნორმალურია. ქალბატონ ანა, თქვენ ამის არ გჯერათ, მაგრამ ასეთი მტკიცებით ამტკიცებს, ხო იგივე პაატა ბურჭულაძე, იქივე ირინა სარიშვილი, რომ 4-ში გავალთ და არც მოთხოვნა არ აქვს, არაფერი უნდა ჩავიბაროთ ხელისუფლებაო, პირდაპირ ამბობენ. აი ამას ხო შეიძლება რაღაცა ცუდი პროცესები მოყვეს, დამხობას თავი რო დავანებოთ, თუნდაც დაპირისპირება, ხო, იგივე რუსთაველის გამზირზე. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, თქვენ როგორ ფიქრობთ? ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ აი რას აპროტესტებს ბურჭულაძე. ჩემთვის გაუგებარია, რას აპროტესტებს ბურჭულაძე და რატოა გაუგებარი. რატო? ნებისმიერი ადამიანის პროტესტი არის გასაგები, როდესაც ის არის თანმიმდევრული. ჩვენ გამოვიარეთ 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმი, ხო? სადაც 150-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაიხოცა ქუჩაში. ჩახოცეს ამათმა რეჟიმმა, ამათმა პოლიციამ თუ ამათმა ბანდებმა. რა ხდებოდა ციხეებში, ხო? ამაზე კადრები ნახა საზოგადოება. რა უქნეს ბიზნეს 10,000-ზე მეტმა ადამიანმა, ბიზნესმენმა პროკურატურას მიმართა. როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, რომ ისინი არიან დაზარალებული. როგორ ხდებოდა საზოგადოების მასიური გაკოლაკება. თქვენ გახსოვთ ერთი განცხადება მაინც ბურჭულაძის, რომ ეს გაეპროტესტებინოს და ეთქვას, რომ ეს თუნდაც ის რომ ეს არადემოკრატიული საქციელია. ადამიანი, როდესაც ასეთი არათანმიმდევრული ხარ და თან პრეტენზია გაქვს იმისი, რომ დღეს სამართლიანობა გინდა, სწორედ ამიტომ არის, რომ ხელისუფლებაც და ქართული ოცნების მომხრეებიც იძახიან, რომ ეს ადამიანები არიან აგენტები, მოსყიდულები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ამ ადამიანებს, როდესაც მართლაც სისხლის გუბეები იდგა, ტელევიზიები დახურული იყო და თქვენ იბერიაში მუშაობდით და გახსოვთ, როგორ დაცხრილეს იბერია და რა უქნეს სხვა ტელევიზიებს. დაახურეს საერთოდ განსხვავებული აზრის გამხმოვანებელი ტელევიზიები. მაშინ არ შეწუხებულან ეს ადამიანები და არ ამოუღიათ ხმა და დღეს, როდესაც ესენი ხმას იღებენ და ანუ პაატა ბურჭულაძე პირადი მოტივებით მოქმედებს? ყველა, ვინც ვისაც არ აწუხებდა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც ეს ხო სისხლიანი რეჟიმი ქართულმა ხალხმა შეარქვა და არა ვიღაცა სხვამ, ევროპელმა ექსპერტებმა და ვიღაც ასეთებმა.
ეს ხო ქართული ხალხის გულიდან ამონახეთქი სიტყვებია, რომ ეს იყო სისხლიანი რეჟიმი და აი ამ სისხლიანი რეჟიმის დროს ეს ხალხი ცოცხალი იყო, სად იყო? იცით სად იყო? აი ესენი უმღეროდნენ მოსკოვში პუტინს, სწორედ. ესენი უმღეროდნენ და იქ პუტინის ტაშზე ცეკვავდნენ ეს ხალხი. ატა ბურჭულაძეც და ეს მათი მთელი კოჰორტა დღესაც იღებენ რუსულ ფულს და დღესაც იქ არიან და მე კი წინააღმდეგი კი არა ვარ, რომ რუსული ფული აიღოს და რაში იღებს იმას, თავარი ეგ არის. და რაში მიიღო დღეს რომ ვიღაცას ამუნათებს რუსი ხარო და რუსული რეჟიმიაო და თვითონ რუსული რეჟიმს დითირ ამბებს უმღეროდას უცოტა ხნის წინ როგორ ჩვენ სააკაშვილი იგონებდა და ჩვენ რა ამნეზია გვაქვს და ჩვენ ეს არ გვახსოვს და ესენი როგორ ბედავენ საერთოდ რუსეთზე ლაპარაკს თავისი ნებით ჩააბარეს ტერიტორიები განსაკუთრებით კოდორი და ის ასოცისოფელი რომელიც მიამატეს და რომელიც არასოდეს არ ყოფილა თუნდაც კონფლიქტური რეგიონი საჩუქრად რო გადასცეს ესენი როგორ ლაპარაკობენ საერთოდ რუსეთზე როგორ ბედავენ ამის ლაპარაკს ეს თავხედები ერთის მხრივ არიან შეურაცხადები და მეორეს მხრივ თავხედები ესენი როგორ ბედავენ ამაზე საერთოდ რუსეთზე ლაპარაკს და რუსეთის ხსენებას როგორ ბედავენ მონები რომლებმაცაც 2003 წელს რუსმა პოლიტიკოსმა შეუცვალა ხელისუფლება და მიცა ძალაუფლება. აი ასეთი იმზე გამოიყვანეს და ეს თქვენს გახსოვთ მე მგონი ვახო. ასეთი ფორმით როცა აი გადაჭრით ამბობენ ამას რომ 4-ში დავამხობთ ხელისუფლებას. თქვენი აზრით რაიმე გეგმა არის რომლითაც მიყვებიან ისინი როგორ რა სელოდებით აი რა სელოდებით ხო გახსოვთ ორი გვამი მინდა ხო გახსოვთ ესენი ძალაუფლების აღების მექანიზმად და ძალაუფლების ხელში ჩადგების მექანიზმად თვლიან ერთადერთ აი ამ გზას მშვიდობიან დამხობას რასაც ორი გვამი რო უნდათ და სისხლი რო უნდათ აი ეს მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ხელისუფლებამ ის რაზედაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ გადასარევად იცის რომ ამათი გზა მხოლოდ და მხოლოდ ამაზე გადის სისხლის ზღვრაზე და პროვოკაციების მოწყობაზე არის გათვლილი რა თქმა უნდა ამაზე აქვს გათვლილი მაგრამ იმედი მაქვს რომ ჩვენი ძალოვანები იქნებიან ისეთი მოწოდების სიმაღლეზე რომ ესენი ამ უბედურების განხორციელებას ვერ შეძლებენ. თუ წესიერი გზა აქვს ხელისუფლების დამხობასაც ეძახიან, რატო არ იძახიან რა არის ეს წესიერი გზა? იჭერენ სხვადასხვა აი დავით ნებიერი ზემქვა რომ აღარ ვიტყვიო არაფერს იმიტომ რომ ყველაფერზე იჭერენ უკვე და ანუ აღარ იხმარა ეს სიტყვა. იჭერენ იმაზე, რასაც კანონი ითვალისწინებს. ერთი, რასაც არ ითვალისწინებს კანონი, იმაზე რომელია და ზვიად კუპრავას განცხადებაში თქვენს ნახეთ. რა თქმა უნდა, მოწოდება იყო პირდაპირ და რა თქმა უნდა და ამას კანონს წაკითხვა უნდა. ესენი კანონით არ ინტერესდებიან, იმიტომ რომ ამათ კანონთან არანაირი ის არ აქვს, შეხება არ აქვს, ამათ კანონი არ აინტერესებთ, ამათ აინტერესებთ ერთადერთი რამ, რომ ფიქრობენ აქ მოაწყობენ რაღაც სისხლის ზღურებს და ამითი მოახდენენ ხელისუფლების ცვლილებას. აი ამ იმედზე აქვს ამათ გათვლილი. სხვა არა, იმიტომ ვერ იძახიან. რატო ვერ იძახიან? როგორ უნდა რამდენი კითხვა დაუსვი. ახო მე აქ ვიჯექი და usmendi ამას და მოველოდი რომ რაღაც არგუმენტს იტყოდა. ვერაფერს, რატომ? იმიტომ რომ სათქმელი არ არის. იმიტომ რომ კრიმინალია. იმიტომ რომ ეს ის არის, რის გამოც საზოგადოება საერთოდ აღარ მივა. ქალბატონ ლანა, ცოტა ხნის წინ და რამდენიმე თვის წინ აი ესეთ აქციებს თუ შეკრებებს თუ მოწოდებებს აკეთებდა ზურაბიშვილი. თითქოს ზურაბიშვილი რაღაცა გაიწია აი ასეთ მოწოდებებში და ახლა წინა ხაზზე არის პაატა ბურჭულაძე. ვერ იმუშავა ზურაბიშვილის ფაქტორმა და ახლა პაატა ბურჭულაძე, იმიტომ არის წინა ხაზზე თუ რა ხდება? ზურაბიშვილს ჰქონდა თავისი პრობლემები, რომ მას უნდოდა რომ გამხდარიყო მთლიანად ოპოზიციის ლიდერი. დიახ. ახლა ამ ოპოზიციაში თვითონ მოხდა ხო გათიშვა თუ რა ვიცი გაყოფა ერთი ნაწილი არჩევნებში ღებულობს მონაწილეობას და მეორე ნაწილი კიდე ერთი ნაწილი კიდე პაატა ბურჭულაძის აი ამ განცხადებებს ემიჯნება. ხო, გასაგები, ანუ ეხლა როგორ უნდა გამხდარიყო სალომე ზურაბიშვილი
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, როცა ამ ოპოზიციის ერთიანობა არ არსებობს. ამიტომ მან თავისი ადგილი ვერ იპოვა და ამიტომ გადგა ვერც იმას იძახის, რომ რა საშინელებებს ლაპარაკობენ, რას ქვია დამხობა და ესო ვერც იმას ამბობს და ვერც იმას ამბობს, რომ ის არჩევნებში მონაწილეობა ცუდია თუ კარგი, ვერ აფასებს, იმიტომ რომ ახეთაც და იქითაც ორივე მხარეზე ოპოზიციაა. აქედან გამომდინარე გაჩვენება არჩია ახლა ამ ეტაპზე და ეს გადაიბარა ეს სიგიჟე გადაიბარა პაატა ბურჭულაძემ და გამოდის ამხელა კაცი, ნუ აი რაღაცა ავტორიტეტი ქონდა, ლასკალაში უმღერია კაც რა. დღეს რა დღეშია? ნუ აი უყურებ და რაღაცა ცირკში მგონია თავი. ქალბატონანა, თქვენ როგორ უყურებთ? აი თუ რასაც ხელისუფლება ამბობს, თუ კანონის რაღაცა ჩარჩოებიდან გავიდა ეს შეკრება, უნდა ველოდოთ რომ მოხდება დაკავებები? რა თქმა უნდა, კანონის ჩარჩოდან თუ გავიდნენ. ანუ რასაც ამბობს ხელისუფლება, თუ ეს მშვიდობიანი აქცია გადაიზრდება რაღაცა ძალადობრივზე, იქნება ადეკვატური რეაგირებაო, ხო ამას ვისმენთ. ნუ ახლა ეს ხო 2-4-4-ია ამას ჩვენი შეფასება რა თუნდა კანონის ჩარჩოებიდან ნებისმიერი ადამიანი, როდესაც გადის, იქ მუშაობს კანონი. პოლიცია კი არა და პროკურატურა კი არა, კანონი მუშაობს, კანონი იწყებს მუშაობას და კანონის შესაბამისად აღსრულება ხდება ამ სტრუქტურების ხელით. თორე ესენი კი არ აკავებენ, კანონი აკავებს და ამ სტრუქტურების ხელით ხორციელდება. ანუ თქვენ ელოდებით ქალბატონო ნანა, რომ ასეთი რამე მოხდება? აგერ ვერ ხედავთ კაცო რო ხდება და როგორც კი გადიან კანონის ჩარჩოებიდან ხელისუფლება რეაგირებს ამაზე. ხელისუფლებას აღარ აინტერესებს უკვე ეს ცრუ დასავლეთი, მე გულისხმობ იმ ლიბერალურ ფრთას და არა მთლიანად დასავლეთს, ეს ცრუ დასავლეთი მატყუ არა ისინიც ესე ვთქვათ ორიენტირებული რომ თავისი მონები მოიყვანონ ხელისუფლებაში და იყენებენ აგერ ამ მონებს იმისათვის რომ ვინც მათ უნდათ ის მოიყვანონ ხელისუფლებაში, იმათი აზრი ხელისუფლებას აღარ აინტერესებს. გააშიფრა ხელისუფლებამ. ხელისუფლებას რომ მათი მორჩილება დომებოდა და ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფაზე დათანხმებულიყო საქართველოს ხელისუფლება, მაშინ კი ბატონო ამას არც გამოიტანდნენ სააშკარაოზე, არც გაშიფრავდნენ და გააკეთებდნენ იმ დაკვეთებს, რასაც სააკაშვილი ასრულებდა. ვინაიდან ეს გზა აღარ აირჩია ქართულმა ოცნებამ და ბოლო 2 წელია უკვე ღიად საუბრობს იმ დიქტატზე, რომელიც დასავლეთიდან საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოდის და ღირსების შემლახავია ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან ღიად არის ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა დღეს უკან აღარ დაიხევენ ესენი. ქალბატონანა და დღეს ბიზინა ივანიშვილის წერილი გავცელდა თქვენ იცით, რამდენიმე პუნქტად შეიძლება ეს, მაგრამ ერთ-ერთი აქ მთავარი იყო რომ 4 ოქტომბერი რომ მნიშვნელოვანი გამოცდა ისევ ჩვენი ქვეყნისთვის. რამდენად მნიშვნელოვანია 4 ოქტომბერი არჩევნების თვალსაზრისით გეკითხებით? ეს თვითმმართველობის არჩევნება, ოპოზიციის ერთი ნაწილი ამაში თქვენ იცით რომ იღებს მონაწილეობას და მათი განცხადებით ეს იმიტომ მოხდა და იმიტომ ჩაერთდნენ აი ამ მარათონში რომ თბილისის გამოტაცება შესაძლებლად დაუშვათ, მაგალითად ლელომ, ხო იგივე. იცით რა, ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არ არის საპარლამენტო არჩევნები, ხო? ეს არ არის საკანონმდებლო ძალაუფლების აღების მექანიზმი, ხო? ეს არის თვითმმართველობის არჩევნები. და იმ სამ ხელისუფლების შტოს არაფერი შეხება არ აქვს, ხო, ამ სამ. თუმცა ქალაქებს მართავენ, რაიონებს მართავენ. კი, გასაგებია, მაგრამ მე ვიძახი იმ დაყოფას, რითაც როგორც იყოფა სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება. ეს საარჩევნები არ არის. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს უნდა რომ ეს არჩევნები ჩატარდეს ისეთ ღირსეულად, რომ ქართულმა ხალხმა სოფლიოს თვალში დააფიქსიროს თავისი პოზიცია, რომ ისინი გიჟებთან კი არ დგანან და მონებთან და პროვოკატორებთან, არამედ საღაზრს ინარჩუნებენ და ამის სურვილით არის ეგ დაწერილი და არა იმითი, რომ ეხლა რამე საშიშროება შეიძლება ელოდოს ამ არჩევნებით ქვეყანას, მაგრამ ესენი ქმნიან ილუზიას, ეს გიჟები ქმნიან იმის ილუზიას, რომ აი 4-ში დაამთავრებს საქართველოს არსებობას და გაიქცევა ხელისუფლება. ესენი უქმნიან თავიანთ
ამომრჩევლებს და რატო უქმნიან? უკვე მე რამდენი არჩევნებია, მათი ამომრჩეველი არის ფრუსტრირებული. მე რამდენი არჩევნებია, ესენი აცხადებენ, გაყალბდა, გაჟონა, ნუ სიგიჟეს გაჟონაც ხო, კიდე დამატებითი სიგიჟე იყო, იმიტომ რომ ხმის ფარულობა არის კაბინაში, რომ მიცე ხმა. იმის მერე გამოდიხარ და იქ გეკითხება ის რა ქვია, გამოკითხვებზე რომ ვის მიეცი ხმა და თავისუფლად შეგიძლია თქვა. ანუ რა გავშირი ქონდა გააჟონვას გაყალბებასთან? არაფერი. ხო ესეც ამოკვიატებული სიგიჟე იყო, რომ გაჟონა და უშვებთ რომ აი ოპოზიციამ შეიძლება რომელიმე რეგიონი მოიგოს მის მონაწილეობას. იცით რა არის? თუ ხელისუფლება დაუთმობს რომელიმე აი თუ თქვათ დაუთმობს ხელისუფლება და ჩათვლის რომ იმიტომ რომ შეიქმნეს დემოკრატიულობის იმიჯი, მოდი რამოდენიმე ადგილი დაუთმოთ ამ 24 ოლქში საერთოდ მერობის კანდიდატის არ წარუდგენია ოპოზიციას 64-დან 24-ში. იმიტომ რომ არ ყავთ. იმიტომ არ წარადგინეს რომ ქართულ ოცნებას გაუხსნეს გზა რომ აბატონო. არ ყავთ ეს კანდიდატები, არ ყავთ ხალხი, არ ყავთ. აგერ ნახავთ 4-ში ვინ მოვამათ თან. ჯერ დაიწყეს 2 მილიონიდან გახსოვთ რომ გამოაცხადა პაატა ბურჭულაძემ 2 მილიონი მოსაწვევი დავბეჭდეთო. მერე უცბად იქვე რაღაც მილიონზე ჩამოვიდა. აგერ დღეს იძახოდა ადამიანი 300,000-ო და ხვალ იტყვის 30 კაცი უნდა შევკრებილიყავითო და ეს იყო დამხობის გეგმაო და ნუ ამათ უკვე აზრი არ მოეკითხებათ ჩემიც ღრმა წმენით. მადლობა ქალბატონ ანა რომ მოხდით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა და საზოგადოებრივი პოზიციით რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი ქალბატონ ლელა ალიბეგაშვილის შემოგვერთა საღამოშტობისა. მადლობა რომ მოხდით. ქალბატონ ლელა რა პროცესებს ვუყურებთ დღეს? რამდენიმე დღეში იქ სადაც რუსთაველის თეატრი არის. დანიშნულია ასე ვთქვათ, გამოცხადებული არის მშვიდობიანი რევოლუცია იმ გამზირზე, სადაც თქვენ წლებია საქმიანოდ მოღვაწეობთ ასე ვთქვათ. რისი გჯერათ და რისი არა? საერთოდ მშვიდობიანი დამხობის არ მჯერა, იმიტომ რომ ურთიერთ გამომრიცხავი მცნებებია მე მგონი და სიმართლე გითხრათ თანაგრძნობას უნდა იწვევდეს ეს ხალხი, იმიტომ რომ რაღაც ტრაგიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ოღონდ თვითონ ვერ გრძნობენ. ტრაგიკომიკურ მდგომარეობაში არიან. ესე იგი რეალობის აღქმის სრულად უნარდაკარგულ ხალხს ვისმენთ ახლა ხო რომ 4-ში ნუ რაღაც საფუძველი ამისი ხო უნდა კონდეს არა ხალხი ესე იგი ხალხს თვლიან მხოლოდ თავის თავს და ის 1,200,000 ადამიანი რომელიც მათ არ ემხრობა კი არა პირიქით უკვე მაგათ ვერ წარმოუდგენიათ უკვე ხალხი როგორი გაბრაზებულია მათზე მე არ ვარ ესეთი გაბრაზებული, იმიტომ რომ უკვე ისე მომბეზრდა რომ არც ბრაზდები და აღარც მეცინება პრინციპში, თუმცა უფრო მეცინება. თქვენ აი ხელოვანი ადამიანი ხართ ხო? და აი ამ ღონისძიება თუ რა არ ვიცი რა დავარქვა, იმიტომ რომ უკვე თვითონ ერიდებიან ახლა ჩართვაზე მყავდა დავით ნებიერიძე და აღარ გაიმეორა ეს მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ აი ეს მშვიდობიანი დამხობა დაანოსა იგივე ხელოვანმა პაატა ბურჭულაძემ. თქვენ როგორ უყურებთ ქალბატონო ლელა აი ამ ამბავს? პირველ წინა ხაზი არის გასული პაატა ბურჭულაძე, ხო? რომელსაც ადამიანები იცნობდნენ სხვა კუთხიდან, ახლა არის სხვა კუთხეში გადასული. დიახ. აი როგორ უყურებთ პაატა ბურჭულაძეს აი ამ განცხადებებს? ხელოვანი ახლა დღესდღეობით უკვე აღარ არის, პოლიტიკოსად იქცა, ხო? არ ვიცი რა ქვია ხო? აი თავის დროზე პოლიტიკაში ის მოვიდა და წავიდა პარტიაც ჰქონდა. დღევანდელი მოძრაობის და 4-ში დამხობის დამაანონსებელი. მარტო ხო, კიდე არის იქ ირინა სარიშვილი, ნაციონალური მოძრაობიდან კეთდება განცხადებები აი ამ დამხობაზე. მერტო ჩემო კიდევ ნაციონალურ მოძრაობაზე ვლაპარაკობთ ამდენი წელი, ერთი და იგივეს, რაც ყველამ ვიცით. ამ კომისიამ რაც აჩვენა ხო კიდევ აღმოჩნდა რომ ყველაფერი არ გწოდია. მე მეგონა რომ ყველაფერი ვიცოდი ამათ სიავეზე და აღმოჩნდა რომ კიდევ უამრავი რამ არ მწოდნია.
და ის კომენტარები, რომელიც მე კითხულობდი მაგალითად, როცა ქალბატონი ია მეტრეველი თავის ტრაგედიაზე ყვებოდა, ამათ კომენტარებს ცალკე აქ შეფასება მისაცემ. ისინი ბრაზობენ გაუბედურებულ ხალხზე, რომ რატომ აფიქსირებენ და რატომ იხსენებენ თავის ტრაგედიას. არ უნდა თქვან შვილი როგორ მოუკლეს და არ უნდა ისაუბრონ ამაზე? ეზიზღებათ ესენი. საერთოდ ეს რაღაცა საოცარი მოვლენაა. მაგრამ, ახლა ეს ყველა ერშია. ყველა ერშია, მაგრამ ამდენი წელი აი ესეთი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები აცოცხლებენ ამ ძალას. აი ახლა თქვენს შეიძლება არ უყურებთ სერიოზულად აი ამ დამხობას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რამდენად მოსალოდნელი არის რომ იქ რაღაცა ვითარება დაიძაბოს, ხო? და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, თქვენ როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს? მე ვფიქრობ, რომ უკვე ხალხმა თავის ნება გამოვხატეთ, ხო? არჩევნებზე არა ერთგზის, ახლა უკვე მართლა კომედია მათი მხრიდან და ვერ გძნობენ, რომ ძალიან ცუდ სიტუაციაში არიან. ერთი და იგივე მეორდება. მე რამდენად უნდა გითხრათ ხალხმა უარი. მე რამდენად. არა, ყოველჯერზე იქნება გაგვიყალბეს და ასე შემდეგ. ეხლა რაღაცა სისაძაგლე რო იქნებათ მოფიქრებული, ამის მჯერა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენი სტრუქტურები, უშიშროება და ასე შემდეგ ძალოვანები ამის საქმის კურსში უნდა იყვნენ და აღკვეცონ. თორე რას არ იკადრებენ, მე მგონია რომ არ არსებობს ისეთი რამ, რასაც არ იკადრებს ეს ბანდა. აი მოწოდებები არის ქალბატონო ლელა, ხო, რომ აი პოლიციამ არ შეასრულოს ის ბრძანებები, თქვათ, აი ამ აქციაზე, ხო, და ხაბეიშვილი რაზეც საუბრობდა, რომ ჯილდო გექნებათ აი ამდენი 1000 ხელისუფლება რომ შეიცვლება, მე ამ განცხადებებს ვისმენთ, რომ აი პოლიციას თხოვენ და სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ არ შეასრულონ ბრძანებებიო, რომ ანუ პრინციპში რომ ხელი არ შეეშალოს აი ამ იმას, რა ქვია, აქციას თუ რა ქვია, ხო. შვიდობიან დამხობას არ შეუცვალოთ. ხო, ანუ ეს უნდა გავიგოთ ისე რომ ანუ გზა უნდა გაუხსნას, ხო, იმან. პოლიციამ. და მათ მხარეზე გადავინდა რის საფუძველზე? როდის შეამჩნიეს, რომ დაუშვათ მათ მხარეს არის პოლიცია? რის იმედად? მაგრამ იცით რა არის, ხო გეუბნებით, აი ძალიან ტრაგიკულ მდგომარეობაში არიან, რაღაც ისეთ სიგიჟეებს შედარებები მოყავთ იგივე 2003 წლის რევოლუციასთან. ნუ ახლა იქ მართლაც ისეთი ის იყო ხალხში მაგრამ სახელმწიფო ეხლა ხო სხვაგან არის, ხო? მეც მოვლენებს მეც ვაშუქებდი, მაგრამ შევარდნადი არ წავიდა რაღაცაზე, იმიტომ რომ ისედაც ვადა ეწურებოდა, ხო? ეს საპრეზიდენტო ვადა, იქ ვიღაცა პარლამენტის კარი გახსნა თუ რაც იყო და ის სხვათა შორის აი დღემდე არ არისო წულუკიანმა თქვა, რომ შევარდნაძის განცხადება გადადგომის შესახებ. ხო და აი თქვენ როგორ პარალელების გაბმა რომ აი როდესაც საუბრობთ ოპოზიცია 2003 წლის რევოლუციაზე და დღესაც ეს მუხტი არის? რა თქმა უნდა არ არის, ეს ხო ტყუილია, ეს ორჯერორი 4-ია, როგორ შეიძლება პარალელის გავლება მასთან. რას ლაპარაკობს? სწორედ რომ პირიქით არის. ესე იგი, უმრავლესობაში იყვნენ, ძალადობდნენ, უმცირესობაში არიან. ძალადობენ, ხედავთ, აი უმცირესობაში არიან და როგორ ემუქრებიან უკვე წინასწარ. შანსი არ აქვს. გამორიცხულია. ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს. იმ სადისტების და იმ მკვლელების და იმ ბანდის ხელისუფლებაში მოbrunებას არ დაუშვებს. ეგენი რეალობას ვერ აღიქვამენ. გესმით, აი რატო არიან ტრაგიკულ მდგომარეობაში. ზოგი მაგას საკმაოდ ისეთი ანგარებით აკეთებს, მაგრამ ზოგს ხომ ჯერა რა და ძალიან დიდი გაწმილება ელით, ჩემი აზრით. აი ამ თვითმმართველობის არჩევნებზე შაბათს პირადად თქვენ აპირებთ მისვლას? ერთი ნაწილი იტყობს, რომ არ მივიდეს, მეორე ოპოზიციური ნაწილი თქვენ იცით, რომ არჩევნებში იღებს მონაწილეობას. რა მნიშვნელობას აძლევთ? მე მივალ არჩევნებზე, რა თქმა უნდა. სანამ ეს ბანდა იქნება ჩასაფრებული, უნდა იცოდნენ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს ქართული ოცნება, იმიტომ ანუ არ გიტოვებენ სხვა შანსს. იცით, ამ ოპოზიციურ სპექტრსაც ახლა რომ გადავხედოთ რა, ანუ აი ყველაზე ვითომ უფრო ადეკვატური რომელიც იყო ერთი არ დავასახელებ ანტირეკლამაში არ ჩამეთვალოს არჩევნების წინ. ყველაზე ვითომ უფრო ადეკვატური რომელიც არის ისეთი რამ წამოსდა ერთხელ მე თვითონ მოვისმინე ეს რომ ესე იგი აი ჩვენ რო გავსულიყავითო და შევსულიყავითო პარლამენტშიო
ჩვენ ხო გავიტანდით ამ კანონს იარაღის ტარებასთან დაკავშირებით. თქვენ წარმოგიდგენთ ქუჩის პარტიაზე საუბრობთ. გირზე? არა. დიახ, გირზე. დიახ, იაგო ქუჩის პარტიაზე. დიახ, აგვარი არ მახსოვდა, ხო? მე ეს ნორმალურია, საქართველოში შეიძლება ეს კანონი მოინდომო. იქ სადაც დაშვებულია იარაღის ასე თავისუფლად ადეკვატურ ოპოზიციას თქვენ და ვეპოულობ, დიახ. ანუ არ არის, არ გეგულებათ აი ეს ადეკვატური ოპოზიცია. ნუ არ ჩანდა და სადმე თუ გულში მღერიან, არ ვიცი. და თქვა, აი როგორ ფიქრობთ, აბა აი რა უნდა ხნას საჭიროა ქვეყანაში, ხო? ოპოზიცია, ხო? ეს არ არის კარგი, როგორც თქვენ საუბრობთ, რომ არ არის ოპოზიცია, ვისაც შეიძლება რაღაცა მხარდაჭერა გამოუცხადოთ, ეს იმას არ ამართლებს, რომ რაღაცა კარგი იყოს ქვეყნისთვის, რომ ხელისუფლებასაც ჭირდება, ხო? რა თქმა უნდა ჭირდება. აი ეს არის ყველაზე ცუდი, რომ ოპოზიცია არ ყავს. ამას ოპოზიციას ახლა სერიოზულად ვილაპარაკოთ, ვერ უწოდებთ, ხო? ესენი არის რევანშისტები, ხო და ის ვინც იძახის, რომ მე იქ რო ვარ, მე ნაცი არა ვარ. ნაცი ხარ იქ რო დგახარ და არ თაკილობ შენ იქ აი ამ ხალხის ამ იმას ლიდერობას და იმათ დაკრულ დუდუკზე ცეკვავ ესე იგი ხარ ნაცი და ნუ თაკილობთ ლელა ჩვენ იმ აქციებზე ვხედავთ ხელოვანთა ნაწილს ხო რომლებიც საუბრობენ იმაზე რომ ხელისუფლებას ქვეყანა მიყავს რუსეთში. მაგალითად იგივე ნინო ქათამაძეს ხედავთ, პატაბუჭულაძეს თან გასაგიჟებელი ამბავია. თვითონ რუსეთში ამდენი წელი მოღვაწეობდნენ და მე და თქვენ გვიწოდებენ რუსი. რა რეაქცია უნდა გქონდეს ამ? არაფერი, უბრალოდ უტიფრობაა და მეტი არაფერი. ჩემი შენ გითხარიო და გული მოგიკალიო. ხოდა სერიოზულად ვეღარ. საერთო ჯამში ფინალისკენ მივდივართ, რას ელოდებთ? ყოველ შემთხვევაში მართლა აი ამ მოთხრეცში. აპრი მე მგონია რომ როგორც წინა არჩევნები ჩაივლის შვიდობიანად ახლა მართლა თვალში ნაცარს ნუ გვაყრიან აქ ცხოვრობთ და ვიცით რომ არავითარი გაყალბება იქ არ ყოფილა რაღაცა ვიღაც ქალიო ბრილიანტებით ასხმული იჯდა და ვიღაცას თვალს უკრავდა ნუ სასაცილოა ხო ჩაივლის შვიდობიანად ჩვენ გვყავს ნაცნობები ვინც დამკვირვებლად იყო იქ ასე რომ ვის ატყუებენ ახლა საკუთარ თავსაც ვერ ატყუებენ მე მგონი ხო და უნდა იცით რა უნდა აღიქვან რომ გამოვიდნენ ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან რეალობა უნდა აღიქვან მხოლოდ ერთმანეთში საუბრობენ მხოლოდ დროს ხებს ყველას წევლიან ყველასთან კონტაქტი გაწყვეტეს და ერთ იმაში ხარშებიან და გონიათ რომ ჩვენ ვართო ხალხს როცა ამბობენ მხოლოდ საკუთარ თავს გულისხმობენ დანარჩენ საქართველოს არა ანუ განწყობებისგან აცდენილები არიან. ხო, ასეთი თავკერძო ხალხი რა სიკეთეს მოგვიტანს, რას ამბობთ შორს ეგენი პოლიტიკისგან. უღრმესი მადლობა უნდა გითხრათ, რომ მოხვედით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობს ლელა ალიბეგაშვილს უსმენთ უკვე ორ შაბათს უკვე შეთანხმება არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გვეყოლება მოკლედ ორ შაბათს შევხვდებით არჩევნების შემდეგ.